სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმელი მწერლის ნანა ქარდავას წიგნის სოხუმი უსახელო ქუჩაზე პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მწერლები, პოეტები, ლიტერატორები და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს არის ძალიან საინტერესო წიგნი. მასში მოტანილია აფხაზეთის ომზე ბევრი ისეთი ფაქტი, რომელიც ჩვენთვის ურსობია. ამ ტრაგედიის შესახებ ქალბატონი ნანა, როგორც უშუალო თვითმხილველი მოგვითხრობს, მას აღწერილი აქვს, როგორ იწყებოდა ეს ტრაგედია, მერე როგორ ვითარდებოდა, მერე როგორ იყო დევნილობა თბილისში და შესაბამისად ეს წიგნი ძალიან საინტერესოა ახალგაზრდებისათვის. როცა საუბარია აფხაზეთის პრობლემატიკაზე და დევნილ საზოგადოებაზე, აფხაზეთის ქართულ საზოგადოებაზე, მაშინ ნანა ქარდავა გახლავთ ის პიროვნება, რომელზეც სწორება უნდა ავიღოთ. თავისი საქმიანობით, თავისი დაუდგრომლობით, თავისი დამოკიდებულებით პრობლემატიკისადმი, იქიდან იძულებით გადმოსული ხალხისადმი, ქართული სამოქალაქო საზოგადოებისადმი, მას გააჩნია აურაცხელი აკადემიური და ინტელექტუალური შესაძლებლობა, რომ კომპეტენტურად მოუყაროს თავი. წიგნზე ავტორთან ერთად მუშაობდნენ სხვა უსახელო ქუჩელებიც. წიგნის დიზაინი ეკუთვნის ანდრო ვეკოას, რომლის ნამუშევრები ამჟამად ნიუ-იორკშია გამოფენილი. გამომცვლელებმა გაიხსენეს აფხაზეთი პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, მოიგონეს სოხუმისათვის მნიშვნელოვანი თავდადებული ადამიანები. ყველა წიგნის გამოსვლა ავტორისთვის ისეთივეა, როგორც შვილის მოვლინება ამ ქვეყანაზე. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ შეიკრიბა აფხაზეთის ინტელიგენცია, ისეთი საზოგადოება, რომელსაც ძალიან პატივცემ, რომელთა აზრი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა გითხრათ, რომ ეს წიგნი იწერებოდა წლების განმავლობაში, მას არა აქვს ესეთი ერთი კონკრეტული ჟანრი. ის არის მემუარულიც, პუბლიცისტური, მხატვრული პროზაც, ეს ყველაფერი ერთდროულად და ქმნის საერთო სიუჟეტურ ქარგას. მე ვფიქრობ, რომ ჩემი მკითხველი მიიღებს და მოიწონებს. საოცარი სახელი ქვია ამ წიგნს. სოხუმში უსახელო ქუჩაზე. ამ დროს ყველა იმ მოგონებას და ყველა იმ ტკივილს, რომელიც ამ წიგნშია, აქვს ძალიან კონკრეტული სახელი. კონკრეტულ ქუჩაზე ხდება, კონკრეტულ ადამიანებზეა ეს ამბები და ყველა ესეთი წიგნი, რომელიც იწერება აფხაზეთზე, ყოველთვის ძალიან ტკივილიანია, მაგრამ თან ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თაობები მოდის, რომლებსაც არ უნახავთ აფხაზეთი და არ იციან სოხუმის შესახებ და ამ წიგნებიდან უნდა ისწავლონ აფხაზეთის სიყვარული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის წიგნია, რომელიც აი იმ თაობას შეაყვარებს აფხაზეთს. როგორც ავტორი ამბობს, წიგნს თავისი მიზანი აქვს. გვახსოვდეს და გვიყვარდეს აფხაზეთი. არ დავივიწყოთ, რომ ეს ჩვენი სამშობლოს განუყოფელი ნაწილია და არსებული სოციალურ-პოლიტიკური ფონი გეოგრაფიას ვერ შეცვლის.